გიორგი უნდა გააცოცხლო. შემდეგი. მიდი! ვაუ, რონალდოს კითხვაზე გაგაკ. ხო. კრეატორ ჩემპიონატი დაბრუნდა მეგობრებო, ასე გამოიყურება ჩვენი ლიდერბორდი და როგორც ხედავთ, ჯერჯერობით საბოლოო მეხუთე ჩელენჯის შესრულება საკმაოდ უჭირთ ჩვენ გუნდებს და თუ ასე გაგრძელდა ეს ინტრიგა სეზონის ბოლომდე, მაშინ ორ საუკეთესო გუნდს, ვისაც ყველაზე მეტი სწორი პასუხი ექნება დაფიქსირებული 11 მეტრიან სერიებში შევაჯიბრეთ. ხოლო დღევანდელ ეპიზოდში გიორგი დანელია ეცდება 10,000 ლარის მოსაგებად ეს ნავსით გატეხოს და თავის გუნდთან ერთად ბრაზილიის ნაკრების ღირსებას დაიცავს. 6 ქვეყანა, 6 გუნდი, 1 მოედანი საქართველოს ბანკის YouTube არხზე არ გაჩერდე, კრეატორ ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. YouTuberებისგან დაკომპლექტებული 6 გუნდი, თითოეული მათგანი კი მოედანზე თავის შერჩეული ქვეყნის სახელს დაიცავს. მივესალმებით ბატონ გიორგის და მის გუნდს, რომელიც ბრაზილიის ნაკრების ღირსებას იცავს ჩვენს მოედანზე და ისინი ეცდებიან 5 ჩელენჯი, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულონ, თუმცა ამისთვის მაქსიმუმ 7 წუთი გექნებათ. გიორგი, შენი მიზანია, რომ თავიდან ბურთი დაარტყა და რაც შეიძლება ახლოს მოვიდეს ცენტრის ხაზთან და გეტყვი, რომ რაც უფრო ახლოს იქნება ცენტრის ხაზთან, მით უფრო ადვილი იქნება შემდეგი დავალება. შემდეგი მეორე ჩელენჯის დროს, როგორც ხედავ, გვაქვს 3 მინიატურული სხვადასხვა მანძილით დაშორებული კარი და შენი მიზანია რომელიმე კარში გოლი გაიტანო. მესამე ჩელენჯი უკვე ჩვენს მეკარესთან მოგიწევს პირისპირ გოლის გატანა, მეოთხე გვაქვს 11 მეტრიანი და მეხუთე ჯერჯერობით დაუძლეველი ჩელენჯი. ეს არის რომ ბრაზილიის ნაკრების რომელიღაცა საკულტო გოლი უნდა გააცოცხლოს. მოდი ახლა ბარემ ავირჩიოთ, რომელ გოლს გააცოცხლებს გიორგი. გვაქვს ვარიანტები დევიდ ლუიზის გოლი კოლუმბიასთან, ანუ საჯარიმოს შუიდან მარჯვენა ცხენში, რონალდინიოს ლეგენდარული ჯარიმა ინგლისთან მარცხენა ცხენში და რონალდოს გოლი იაპონიასთან. ყველაფერი რო შემეძლოს რონალდოს გოლს ავირჩევდი, მაგრამ მოდი დევიდ ლუისის გოლს ცდი ამჯერად. რონალდოს გოლი იაპონიასთან. არა, როგორ არა? დევიდ ლუისის გოლი კოლუმბიასთან. კარგი, მაშინ მზად ხართ? მზად ვართ. ამისთვის შენი ორი თანაგუნდელი ეცდება რომ რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება მეტ კითხვას გასცეს სწორი პასუხი და შენ ჩელენჯის შესრულების უფლება მოგიპოვოს. კი, მაგაში ვანოს და დავითის იმედი მაქვს ნამდვილად. აი, საკუთარი თავის არ ვიცი, ნახოთ გამოცადეთ. გიორგის უსურვო წარმატებები, მანამდე მაყურებელს შევახსენებ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი არის საქართველოს ბანკი და ბარემ მეგობრებო არ გაჩერდეთ, დაალაიქეთ ვიდეო და არხიც გამოიწერეთ. წავედით. მზად ხართ გიორგის დასახმარებლად? მზად ვართ, მაგრამ მინდა უთხრა მაყურებელს რა საფასურს ვიხდით მეგობრობის და მეგობრის სიყვარულის გამო, რომ ჩვენი საკუთარი არხის ველდანის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, რომ ჩვენს მეგობარ დღეს დაუდგეთ, მაგრამ ბოლომდე დაუდგებით. თან ჩვენს ორი შანსი გვაქვს მოგევიდეთ. ორი შანსი აქვს მოგევიდეთ. ჭვიანური გადაწყვეტილება. არა, დრამა. დანელ მზად ხარ? მზად ვარ, თქვენ? შეგიძლია მაშინ დაიწყო, ბურთი და მოედანი შენია. ოპა. დავიდა. მიდი. მინიმუმ საშუალო აიღო. ხო, საშუალო. და მიგორდი. მოკლედ, როგორც ჩანს ვარტყამ მარცხნი. თლათ საუკეთესო არ გამომივიდა. გიორგი მზად ხარ? Yes. შეგახსენებთ რომ ჯამში გაქვს 7 წუთი და წამზომი ჩაითო. დაასახელე ერთი კაპიტანი მაინც ვინც ბრაზილიის სახელით სოფლიო თასი აღმართა. დუნგა კაფუ. სწორია. შეგიძლია დაიწყო ჩელენჯი? გოლია, წავიდა მეორე კითხვა. მუნდიალის ფინალში მხოლოდ 3 ბრაზილიელს აქვს დუბლი შესრულებული. დაასახელე ერთი მათგანი მაინც. რონალდო. სწორია, შეგიძლია გააკეთო. პირისპირ გოლი უნდა გაიტანოს გიორგი. არა, მუნდიალების ისტორიაში ბრაზილიას ორჯერ აქვს წაგებული ანგარიშით 0-3. დაასახელეთ ეს ორი მეტოქი. 0-3 აქვს წაგებული ორ ნაკრებთან. შემდეგი. რომელ ფეხბურთელს აქვს ყველაზე მეტი თამაში ჩატარებული მუნდიალზე ბრაზილიის ფორმით? რონალდოს. არა, კაფუა ბრაზილია არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ორ სხვა მუნდიალზე შეძლო ყველა მატჩის მოგება. დაასახელეთ ეს წლები. ყველა მატჩი მოიგო. მოგება. 1970. ერთი და მეორე? პირველი მუნდიალი 50 2002 იყო, 2002 წლის მუნდიალზე ბრაზილიამ 2002 წლის მუნდიალზე ბრაზილიამ 7-ვე შემდეგი, მაგრამ რომელმა ნაკრებმა გაუტანა მას ყველაზე მეტი გოლი იმ ტურნირზე? ჯამში, გერმანია. არა, კოსტა-რიკამ, რომელ ქვეყანასთან ითამაშა ბრაზილიამ თავისი პირველი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 1930 წელს. რომელთან ითამაშა პირველი მატჩი? 1930 წელს. იტალიას. იუგოსლავია. პელე ერთადერთი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც 3 მუნდიალი მოიგო. რომელ წლებში მოხდა ეს? 58, 62, 70. სწორია, შეგიძლია.
2006 წელს ბრაზილია მუნდიალებზე 11 მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. რომელმა ნაკრებმა გააფუჭა მათ ეს სტატისტიკა? 2006 საფრანგეთთან გამოვარდა. პოლიეთებში გამოგდო საფრანგეთთან ზიდანო აქეთ იქით სწორია, საფრანგეთია სწორი პასუხი. გიო, მედი მოიდომე. ეგ არის. გოლია შემდეგი. სოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ბრაზილიას 2022 წლის ჩათვლით ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. ვის კარში აქვს გატანილი ყველაზე მეტი 18 გოლი ჯამში. შვედეთს ეთამაშა ყველაზე მეტი და ალბათ მაგას. 11-იანი გოლ, სწორია. ვის უფრო მეტი გოლი აქვს მუნდიალზე გატანილი? ნეიმარს თუ პელეს? მუნდიალზე პელეს. პელეს სწორია. გიორგი უნდა გააცოცხლო. 4 თული და 40 წამი გაქვს. ბოლო ჩელენჯია, ხო? მიდი! სოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ბრაზილია ყველაზე ხშირად რომელ ნაკრებს შეხვდა? შვედეთს. სწორია, გიორგი. მიდი! 4 წუთი ნახევარი გაქვს დრო. ცოტა მაღალი. 2002 წელს რომელ მეკარეს გაუტანა რონალდინიომ თავისი ლეგენდარული ჯარი? სწორია. აუ, მეხუთე ჩელენჯზე ყველა კითხვა სწორად წემენ პასუხს. მიდი! არა უშავს 1950 წლის მუნდიალზე ბრაზილიამ ფინალური შეხვედრა დათმოდა ეს თამაში ისტორიაში მარაკანზოს სახელით შევიდა. ურუგვაი. სწორია. მიდი. ხო. არა უშავს ანუ დრო რამდენი დაგვრჩა? 3 წუთი და 55. 3 წუთი შეგვიძლია ურტყათ ხა? ვის აქვს ბრაზილიის გაიტან? არა, ეგრე ურტყავდნენ რომ იცოდე. მიდი გაიტან. ვის აქვს ბრაზილიის შემადგენლობაში ყველაზე მეტი გოლი გატანილი მუნდიალებზე? რონალდოს. სწორია. იდი დანიელ ეგ რონალდოს შეხვაზე გაგაკ. ბოლოს რომელ მუნდიალზე ჩარჩა ბრაზილიის ნაკრები ჯგუფში? ან წელი მითხარით ან ქვეყანა სადაც ჩატარდა? ერთი წამი ჯგუფში ბიჭო ბრაზილია მე არ მინახავს ეგეთი არ მახსოვს. ანუ ცოტა უკან. შემდეგზე გადადით. ალბათ უკან არის აშკარად. რომელიღაცა მითხარით? 54. დაოფ არ არის სწორი. რომელ გუნდთან ითამაშა ბრაზილიამ უგოლო ფინალი? რომელ გუნდთან ითამაშა ბრაზილიამ უგოლო ფინალი? იტალიას. სწორია. იტალი დამაშებს მე. დანელ! მიდი! ვის უფრო მეტი მატჩი აქვს ბრაზილიის ნაკრების მაისურით მუნდიალზე ჩატარებული? რობერტო კარლოს თუ ბებეტოს? კარლოს. კარლოს სწორია. 2 წუთი და 50 წამი გიო. 52. არა. მუნდიალის ისტორიაში ბრაზილიელი ეხა არ დაუმიზნო და ისე დაარტყი. სხვაგან დაუმიზნე. მუნდიალის ისტორიაში 5 ბრაზილიელი გამხდარა ტურნირის ბომბარდირი. დაასახელეთ 2 მაინც. რონალდო, რომარიო. რონალდო და რომარიო. არ არის სამწუხაროდ და გადავიდეთ ლეონიდასი ადემირი, გარინჩა, ვავა და რონალდო. კაფუს ბრაზილიასთან ერთად 4 მუნდიალზე აქვს ნათამაშები. დაასახელეთ ის ერთადერთი წელი, როდესაც ის ფინალში ვერ გავიდა. მოიცა 98-ში გავიდა 2006-ში ვერ გავიდა. 2006-ში ბიჭო კიდე კაი რო გადაგფა. 2006. რომელმა ბრაზილიელმა გაიტანა ის ერთადერთი გოლი გერმანიასთან წაგებულ მატჩში, როდესაც მათ 7 გოლი გაუშვეს. ბრაზილიელი გაიხსენებს გოლი გაიტანა. ოსკარმა. სწორია. დანელ მოიდომე. ვაიმე. არა. 1970 წლის მუნდიალზე ერთადერთი ფეხბურთელია ვინც ყველა მატჩში გაიტანა გოლი. ვინ არის ის? 70 წლის მუნდიალზე ყველა მატჩში გოლი გაიტანა. გარინჩა? არა, ჟაირ ზინიო. ბრაზილია ერთადერთი ქვეყანა, ვინც მუნდიალი 4 სხვა კონტინენტზე მოიგო. დაასახელეთ ის 2 აზიური ქვეყანა, სადაც მან ეს მოახერხა. კორეა, იაპონია. კორეა, იაპონია. წუთ ნახევარი. მე და მარცხნივია, რა, ჩემი ბრალი არა. ბრაზილია 5 კითხვა დაგჭირთ. ბრაზილია იყო პირველი არაევროპული ქვეყანა, ვინც მუნდიალი ევროპაში მოიგო. რომელ ქვეყანაში მოხდა ეს? შვედეთ. სწორია. წუთი და 10 წამი. ვაიმე, არა უშავს. იტალიასთან ერთად ბრაზილია არის ერთადერთი ქვეყანა. იტალიასთან ერთადერთი ქვეყანა ბრაზილია, ვინც სოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ ორჯერ მოიგო. დაასახელეთ ეს 2 წელი. ზედიზედ ორჯერ მოიგო 58-ში და 62-ში. განელ ყველაფერს აკეთებენ ბიჭები, სწორია, მიდი. არდეგ ჯერზე. კიდე გვაქვს. 2022 წელს ბრაზილიამ სოფლიო ჩემპიონატს, არა, 4 კითხვა დაგჭირთ. 2022 წელს 브რაზილიამ სოფლიო ჩემპიონატს პენალტების სერიაში დაემშვიდობა. ვინ იყო მათი მეტოქე? 2022 წელს პენალტების სერიაში ვისთან წააგო? პენალტები წააგო ინგლისი. 30 წამი.
თუ გინდათ გამოტოვოთ. გამოტოვოთ. ხორვატია 2014 წელს გერმანიასთან ტრაგიკული მარცხის შემდეგ ბრაზილიამ მესამე ადგილისთვის ბრძოლა ნიდერლანდებთან წააგო. რა ანგარიშით დათმეს მათ ბრინჯაოსთვის ბრძოლა? შემდეგ 3-0 რომელმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ითამაშა ზედიზედ 3 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. სწორია დაარტყი 10 წამი ფაქტიურად. დავსვამ კითხვას, რომელმა 1962 წელს ბრაზილია მუნდიალის ფინალში დაამარცხა ქვეყანა, რომელიც დღეს ამ სახელით არ არსებობს. იუგოსლავია. სწორია, დაარტყი 4, 3, 2, 1. გაარტყას. იმენა არ წავიდა ძმაო. აბსოლუტ სინემა იქნება. აზე მითხრა. აი ეს გასულიყო რა ფილმი იქნებოდა. არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ჩელენჯი ვერ შესრულდა, წეგანს კი აბსოლუტ სინემა დანელ, აი იმინა სანტიმეტრები დაგაკლდა, ალბათ ზღაპრული ფინალის შესაქმნელად, მაგრამ ძალიან კარგად შეასრულე თავიდან ჩელენჯები და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გუნდის წევრებმა ვეცადეთ, რა შეგვეძლო. თუ ეს ინტრიგა მეგობრებო გაგრძელდა, მე კიდევ ერთხელ გეტყვით და მეხუთე ჩელენჯი თუ ვერავინ ვერ გადალახა, საუკეთესო ისტორიული გუნდი, ვისაც ყველაზე მეტი პასუხი ექნებათ გაცემულ და მე მგონი თქვენ აუცილებლად იქნებით ერთ-ერთი კანდიდატი. პენალტების სერიებში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. არ დაგავიწყეთ მეგობრებო, რომ ვიდეო დაალაიქოთ და არხიც გამოიწერეთ. არხები, ყველას არხები რა თქმა უნდა. წარმატებები თქვენს. რავი, მადლობა და გასწორ. ძალიან კაი იყო, იმედია კიდე ერთი თამაში მოგვიწევს და რაღაცა არ ჩერდები. არ გავჩერდები. ხო, ჩვენ კი დაგველოდეთ შემდეგი კრეატორის მუნდიალის ეპიზოდისთვის.